პერაჩინდი ბაგეკონია მაირა უცებ გამიფრინდი რა შორს ახვლელი ჩამიტოვე თვალში მინდი გულში ნახველი ხარტოლია სადახრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებ სხვა სახარებ ბევრი შევსა ალვისთანა ჩემო თოლია მაგრამ ცეცხლი ამისთანა არის ხონია თვალთა შენ დაელარეთ აღახალერობის ვეშინა და ზეგარეთა ვეში შენობით სადახრეს სადახრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებ სხვა სახარებ შენ ზღიმის ხაში ვედერ გულში ქონია ზეგინთია გაშლინ გერზე ასე მგონია დამირვი ხარ დამათვალებ მაინც გიპოვნი ჩაგიკოცნი ლამას თვალებს როცა გიპოვნი თოლია სადახრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებ სხვა სახარებ ჩემო ხდი და გამიფრინდი როგორც თოლია ინდი მინდი პერაჩინდი ბაგეკონია ასეთ სიცხეში, როდესაც ადამიანი კარგავს საკუთარ ჩრდილს, არც თუ ისე ბევრს აწუხებს ქალაქში დარჩენის სურვილი. მათ ძირითად ბირთვს შეადგენენ ღრმატპატივცემული ლექტორები, სწავლას მოწყურებული ახალგაზრდობა და თქმა უნდა მშობლები. მშობლები ეძებენ, მშობლები დარბიან, მშობლები ღელავენ, მშობლები წითხვდებიან, მშობლები და საერთოდ იქ სადაც მშობლებია, შვილები შესანიშნავად გრძნობენ თავს. ჩვენც სწორედ მშობლებით გვინდა დავიწყოთ ეს ფილმი. ოჯახის მამა და მარჩენალი მელიტონ ბელთაძე. თბილისელი. მისი მეუღლე ალისა, ქალის საკმაოდ ენერგიული, პროფესიით იასახის. სიდედრი, დედა და ბებია, ქალბატონი გუცა, ალისა სიდეური ბელადი, ყველა საშინაო და საგარეო საკითხში. გუცას მეუღლე, პატივცემული გაბრიელი, შორეულ წარსულში მომღერალი და ლოტბარი, აც განსვენებული. ცხადია ამ საპატიო მიზეზით იგი ფილმში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ მაინც გარკვეულ როლს თამაშობს ოჯახის ცხოვრებაში. ოჯახის იმედი და მომავალი რეზი. მაპატიეთ. მიპატიეთ. ჩემს გამოდარჩით. ეგ არაფერი. ვინც ის სად გაგვიანდებოდა? ნამდვილად არსა. თავისუფალი მოქალაქეა.
1 სექტემბრამდე. აჰ, სტუდენტი ხარ. დიახ. მომეც მოგეხმარები. არა, მომეც. გმადლობ. მე თვითონ. რატომ ტირი გენეცვალე? აი ვიტმა გამიტეხა თოჯინა. შენ გაუტეხე თოჯინა? ა? მომეც გენეცვალე. ნუ ტირი. მომე. დამჭირე. რეზიკომ სკოლა უკვე დაამთავრა. აქ სულ მალე მზრუნველი ხელი ალბათ ჩააკრავს სურათს. სტუდენტი რეზიკო ამ ხანაგებს შორის. მაგრამ მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ოჯახში ეს სერიოზული საკითხი ჯერ არ გადაწყვეტი. კარგი იქნება ხაც ცივი ვიყვნულ გვერდებში. მაგრამ მიგაღისებს. სანაფეხს არ გაჯიმა. ალისა. გენაცვალე. მე ვფიქრობ, შენ უნდა გახვიდე ქალაქი. სანამ რეზიკო ფეხს არ შედგამს კონსერვატორიაში ვერსად ვერ წავალ. გულს არ უყვარს უმრობა. რა ვქნა? რატო ღელა? ტენორებს ახლა სამთლით ეძებ. სამთლით კი არა. ხომ ხედავ? ნუ გეშინია. რეზიკოს ვერავინ შეეცილებ. ბავშვს ბურთივით აქვს მოწოლილი ხმა ხელში. თუ კომისიაც ამაზის იქნა? მელიტონ, ნუ თუ ეჭვი გეპარება. არა, მაქვს. მაგრამ მი გამოდგება. გთხოვთ. ასე უდიერად ნუ იხსენიებთ ბავშვის ვოკალურ მონაცემებს. იქნება ტრადიცია არ უწყობს ხელს. შენ ჩემშიაც ჩაგალიფ ცხინვალე მომავალი. ჩამკეტი ამ 4 კედელში. ვაიმე. გული. ალისა. უგეშინე. ალისა. რასნიშვი. ის ფაშინდებს შეუსიმის. კონსერვატორიაში და აკადემიაში მივაღები. ახლა თავისით ვინ აბარებს მელიტონ? თავის დროზე შალია პინც არ მიიღეს ჩემს ოპერაში. მაინც შენ რა გინდა? მე ხომ არ მივიღებ მის მაგივრად. მაგათ! რა შტირს ბაბუამიცის შვილიშვილს ხმის სამღერალი. უნდა დატრიალდე მელიტონ ქვეყანას იცნო. ოჰ გთხოვ დაანებოთ ბუზებს თავი, როდესაც წდება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი. ბუზების მოგწუხლებას არ აქვს, ხო? მე მგონია მაქვს უფლება გავაკეთო ის, რაც მიმაჩნია. თქვენ ისიც მიგაჩნიათ, რომ საკუთარ შვილის ბერძზე სხვა უნდა იზრუნო. არ ვიცი ვის რა მიაჩნია. მე კი დღესვე შემაქვს რეზიკოს საბუთები კონსერვატორიაში. კი ბატონო. დავტრიალდები. ვირდე. ხაღალას დავასო. აი ისიც. მომავალი ვანო სარაგიშვილი. იქნებ კარლზოც კი. დაიცი, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. რეზიკო. ხვალ საბუთები შემაქვს კონსერვატორიაში. ეს ხომ ისინი ნაცნობია, მუსიკას მცოდნე. რა ქვია? დასწავლოს მართლა, თუმცა რა დროს ეგა? ასეთი პაციენტი 1000-ში ერთი იბადება. ბოდიში. გამარჯობათ. რა დაგემართათ? კბილი. მე? მგონი აქვია პოლიკლინიკა. მიაგერა რა ვარ? თქვენ ამისთვის როგორ შეგაწუხოთ? როგორ გეკადრებათ? თქვენ გიკადრებთ და სხვა გაგიშვა? გმადლობთ. არავითარ შემთხვევაში. არავითარი პოლიკლინიკა. გმადლობთ.
დაბობსადით? მადლობთ, აქია პოლიკლინიკა. ტაქსი! მადლობთ, აქია პოლიკლინიკა. ახლა ვერ წამოვალ. სხვა კბილზე შეგაწუხე. სხვა კბილს. სხვა კბილს სამოკაცრო. დიდი. არ შეგაწუხებთ, მაგრამ ბავშვი პირველად გადის გამოსტაზე. არ დამუწოთ. პატარა ბიჭი თუ არ ვერ იმღერებს. მოგეხსენებათ შარიაპინიცკი. არ დამუწოთ, ეხლავე. არ დაგაისწრებათ, ხო? ესე იგი, ჩემი რეჟიკო თქვენ იმედი. პირი არ დამუწოთ. pilsodიანი წყალი ყოველ 5 წუთში ხვალდილამდე. სწორედ ხვალდილით უნდა იმღეროს. ძალიან ღელავს. აბა თქვენიც. პირი არ დამუწოთ. ვოკალური ნერვე ჯგუფი. ლირიკო დრამატიული ტენორი. ვოკალური რა იყო? რა მოხდა? არ დაგავიწყდეს. რეჯიკო ბელთაძე მელიტონიძე. აუ. ესეც ასე. რაო? ყველაფერი რიგზია, აბა? ჩემს ვაშკაცობასო. საბარაკო. ცხელა. კარგი ახლა ცივიწყალი. დედა, ბორჯომი. თურმე რა ცოტა რამ ყოფილა საჭირო ოჯახური იდი ისე. დო მი ფა სოლ ლა ში დო რე მი ფა სოლ ლა ში დო რე მი ფა სოლ ლა ში დო რე მივოძეთ. ელთაძე რევას მელიტონის ძე. დავიწყოთ არა? ვიღება ხო? აბა, რას გვიმღერებთ მატვილო? რაც გნება. რაც მოამზადეთ ის გვიმღერებთ. ხო. აბა, რას სიმღერებთ? არაყიშვილს? მოცარტს, შუმანს, რა? თოლი. ჰა? თუ შეიძლება თოლი. შემოვდი და გამიფრინდი როგორ თოლია, ინდი მინდი ფერაჩინდი ბაგე ქონია. ვაირა უცებ გამიფრინდი რა შორს ახველი, ჩამიტოვე თვალში ბინდი გუში ნაღმელი. სადახარ თოლია, სადაფრეს მახარეს და ვინიცის, შენ იქნებს უსვას ახარებ. ბევრი შეხვდა ალმისთანა ჩემო თოლია, მაგრამ შეცვლია ვაცადოთ. იმღეროს, მოუსმინოთ. დეშინადამდე გარეთამდეში შემოდი. თოლია, სადაფრენს მახარეს და ვინიცის, შენ იქნებს უსვას ახარებ. თოლია, სადაფრენს მახარეს და ვინიცის,
შეიქნებს უსვას ახარებ გამირვი ხარ დამატვალებ მაინც გიპოვი ჯაგიკოცილ ამას თვალებ როცა გიპოვი თოლია სადაფრენს მომხარეს და ვინიცის შეიქნებს უსვას ახარებ ბევრი შევხვდა ალვისთანა ჩემო თოლია მაგრამ ცეცხლი ამისთანა არ მისქონია მე შენს იმისაში ვედებ გულში ქონია ზეგინთია გაშლი მგერზე ასე მგონია თოლია სადაფრენს მომხარეს საკმარისია მადლობა საკმარისია გამირვი ხარ დამატვალებ ყველაფერი გასაგებია საკმარისია მიბზად ოლომპი გამღერე on სამშობლოა მაინც იმან გავაჩერა შენ რომ იცი და გასაგებია ისე სხვა კვილი ხომ არ მოვაჩერე არის და შენი გადაირევა ბებია ჩემი მანდამობა მართლა მახარობელი ვინ იქნება შენ გეხუმრება და ერთი მე მკითხე ცეცხლი მიყიდია მამიკო ხომ არ გასარგებლა რა აზრი აქვს პირველი სტერიკები მაინც აქ ხდება დედა ხარ? დედა. იცი? დედა. დედა. დედიკო. ნუ გეშინია ჩავაბარე. რა? ყველაფერი კარგად არის. მოდიო. რა ჩავაბარე? ბიჭო, აბარე. ჩავაბარე. ხო? ეს ნათესავებს არც დაურეკიათ. თითქოს არაფერი მომხდარაო. ო, რადიოში არ გამოუცხადებია. რადიოში არც გეებს აცხადებენ, მაგრამ სადა ამდენ ხანს? არ დაიგანე. ყოველ დღესე დაიგვიანებს? დღეს პირველი დღეა და ალბათ. ისელა ვარაგო, თითქოს ბავშვის სათამაშოდ იყოს ასული. ზოგს მართლა თამაში გონია ხელოვნება. მელიტონ. ნამდვილად უნდა პატივისცემა. ვის და ვინც რეზიკოს დაეხმარა. არა, მელიტონ. რა ვიცი. ცუდად არ გავიგონ. არა, უხერხული. რა არის უხერხული? უხერხული ის არის კაცს წყალში ჩაუყარო ამაგი. მადლობა ღმერთშვილო, როგორც იქნა. რა დაგვიხეთკე, დედიკო, გულები, მოდი. სადა ხარ, დედა, ამდენ ხარ? რა ვიცი ეს მუსიკაო, სიმღერა, ლექციები, პროფესორებიო. მამა, მოგითხო შენი მადლიერი პაციენტები. ხომ არ დაიღალე? რა დამღლიდე? რა უცნაური კითხვაა. რედიკო. პროფესორებმა თუ გიცნეს შვილო. ხა. შემოვიდა თუ არა ის, რა ქვია? რომელი? ის ვაშაკიძე. ხო, პროფესორი ვაშაკიძე. პირდაპირ ჩემსკენ გამოქანდა. როგორ გიკითხოთ? მამა თქვენი ხომაა ოჩაღალი. ახლავე დედიკო. ჯამე დედიკო. ალისა. უიმე. მერე სტუდენტებს მიუბრუნდა. ამ ყმაწვილს რომ უყურებთ, მისმა ხმამ გამოცდაზე უდიდესი ესთეტიური სიამოვნება მომანიჭაო. ხედავ მელიტონ, არა აუცილებლად უნდა პატივისცემა. რა გვარია? ვაშაკიძე. კი, ნამდვილად. ეყოფა. დაღლილი.
დაასვენებ. აცალე სადმიჟანა. მერე კათედრაზე აბრძანდა და აჭიკჭიკდა. მარა რა აჭიკჭიკდა? სიტყვა არ გამომრჩენია. ჩაიწერე შვილო. თავში. თავში. ზეპირად. ისე ლაპარაკობდა რომ ცოდვა იყო სუფში არ გეცქირა. ისე მოგეწონა იქაურო და? ვაი, რაი ბილი. რა იყო რეზიკო? რა იყო მე რას უყურე, მოდი შედან. რეზიკო, რა დაგემართა? Padre, alla televisione. არა, თუ შეიძლება რომ მშობელმა ასე გასწიროს ერთადერთი შვილი. რა მოხდა? ქალების ფარაში თხასავით ვარ გარეული. მე მაგას საჯობია შესრულება. მორჩა. ხვალიდან ჩემ ფეხი აღარ იქნება. დასამო ბიჯო. არ დამღუპო ბიჯო. მიხედე ბავშვს კვილი არ ამოაწყოს. რას ქვია ამოაძროს? დაუცნაური თქვა იცი. არ შემიძლია მამ. უნდა გაუძლო. რას უნდა გაუძლოს? მართლა მის ხომ არ არის? მაცალეთ. უნდა მოითმინე, სხვა გზა არ არის, მე გესმის? მოძმენა აღარ შემიძლია. რეზიკო. რეზიკო. რისთვის მიხდი მადლობას? დედა, თუ მადლობა არ უთხარიო. შენ რა ქვია? ლალიში, მე რეზო. ანძია რეზიკო, სულ ერთია. ჩემს მასეს რეზიკო ქვია. მართლა მოგითხო განეცი. ჩერერიც, ლაპარე, პატარა. მაინც რა ხელა? დედიკომ და მამიკომ უნივერმაღში. გასაგებია. სუპატარა, აი ამ ხე. არა უშავს. აი, ის დიაც მაგხელა იყო. იცია, კიდევ გაიზრდა. რეზიკო, დიახ. ჯო, ისენ ადრე მოსულხარ, ა? მე მგონი საბადიო დაფა არ აქცდება. ოჩახ, შენ მამა როგორა? მარო განიცოდი ერთი ამახნაგას და სპეცნაზსაცმელი შეურჩა. კი, მაგრამ ბატონო სევერიან, ჩვენ ხომ მხოლოდ ქალებისათვის. მაშინ ახალი კი ბატონო, წამოვბრძანე. ვალიკოს გამომართო. ეს რომელია? რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩმუნგი? იმიტომ რომ მას არ ქონდა სათამაშო. სორია. ნამდვილად ბედი არ ქონია თუ მთელი ღამე სარკისთან გაათენა და ვისთვის შორის ძალიან ტკბილად მეტია რატომაც არა გვერდზე მოგისკუპეს ვისაც უნდა უთმო რა ადგილსაც და მეზობელს აბა გამოტყვი ვის გინდათ ეს ადგილი ეთერის ეკუთვნის ნები შეუღებია. შეიღები? სულაც არა. უბრალოდ ლანდატონით დავიბა. რადგან ასია? ყიდი ადგილს. ასიმანეთი 1. ასიმანეთი 2. 1000 1. 100,000 1. 100,000 2. 100,000 2. მილიონი 1.
ყველარი ვნახე. ყველას საქორწილო თეთრი კაბები გვეცლა. თმებში მინდვრის თეთრი ყვავილები გქონდა ჩაწმული. ვიდექით და მოუთმელად ველოდით მის გამოჩენას. აბა ვის აგვირჩენს? ვის აჩუქებს ღიმილს? ამ დროს კარი გაიღო და ამ დროს მეც გამიგვიჭი. დოდო გენაცვალე, ის ხომ არ შემოსულა გაზეთის ფოტოკორესპონდენტი სირბილაძე. არა ბატონო, სევერიან არ მინახავს. ის ხომ არ არის? ოხ, რაღაც. რაღაც. ჰალო! გაიცანი. სასიამოვნო. აბა, ამოირჩიეთ რომელიც გენებო. ბოდიში? თუ შეიძლება აბზანოთ. ბოდიში? ერთი. ვერ აბზანოთ. აბა, დავე. ხო მართლა, ეს მოწვილი? აბა. ჩაიტიეთ. რა ბატონო, რას ვემარება? ელთაძე. დაუჩქერეთ. წავედი. იცით რა? მე არ მოველოდი. რას? თქვენთან აქ შეხვედრას. ალბათ პრაქტიკაზე ხართ ინსტიტუტიდან. ეზიგო. მოდი. მოდი. ვიღუპები. სულად არის სახე. ამოხდა. დედია შენმა დაიჭნა გინდა თუ არ გინდა უნდა დაპატიჟო პროფესორი. შენ დაპატიჟე. ვალიგო, ორი მანქანა ასლან დანულიელვას. ცაცში არ ჩავარდი, ცაცში. არის. სევერიან. ო, მედიტანს რა ხლა არ ჩვენს მედიტანს. როგორ რა იყო, რა ფერი გადის კაც? ჰა? იღუმე. რა მოხდა? უნდა მიშველა რა. კი შენი ჭირი? პირას უნდა მოხვიდე ჩემს სახში. რატო? ფორმალის. შეგარცხვინა, ვერტმა შენ შემაშინა გაც. ბიჭო, შენს ოჯახში მიპატიჟებას ვეღირსე და მაღაზე გეტყვი ვარ? ოღონ ვიცოდე. შენ სევერიან ძიძივაძე არ ახ. ჰა? აბა ვინო? გამარჯობათ პატივცემულო. გამარჯობათ. მე რეზიკოს დედა ვარ. მელიტონის მეუღლე. თბილისს ეკინით. გასავთ, ხო? სასიამოვნო. პირას ჩვენთან უნდა მოგწა. პატარა ბახშა მივიდგავს და ძალიან გთხოვ. მისამართი ხომ გასავთ? შუბლაძის სოცი, სხვათა შორის თქვენი კოლეგაც იქნება. პროფესორი ვაშაკიძე. შენ ხარ კონსერვატორიის პროფესორი ვაშაკიძე. ელიტო. შენი ჭირი. ბიჭო, ხარხულია დირექტორი ვარ მაგრამ. თუ გინდა ჩემს გული. ნუ მოხვა. შერა გითხრა ეს რა სადარდებელი სხვა გზა არ ამახს. ბიჭო, ვინმე რომ იცნოს სადარდებელი. ვერავინ ვერ გიცნობს. ყველა ისი მყავს დაპატიჟე. გმადლობთ. ვეთქები. ძალიან აუცილებლად. დედა, გაიგონე? უსიკვდილოთ მოვალო. დირექტორი. არა. პროფესორი. ატაკან. მე ვფიქრობ პროფესორი დავსვათ აქ. არავინ
ვითარ შემთხვევაში. აქედან სამზარეულოს გარეთ. აი აქ. მართალია. მაშინ ფიზილალა დადგა აქ. მელიტონ, პაპიროს თუ ეწევა? გონი ეწევა. დედა, საფესლე. მოიგეთ ბატონო. ეს ზედმეტია. აბა თუ მიხვდები ვინ უნდა მოვიდეს? მუსიკას მცოდნე. ვინ? აი ისე რომ კბილი ამოურე. ქუჩაში შემხვდა. ძლივს გავბედე მისვლა, ძალიან თხოვე. დამტირდა მოვალო. ვიცოდი გაგეხარდება და. ძალიან. ნივართ. მელიტონის ოჯახს ეწვია საყოველთაო ცნობი პროგრესული კულტურის უანგარო მოღვაწე. ჩვენი დროის დიდი ალპინისტი, რომელსაც დაპყრობილი აქვს არაერთი usახელო მწვერვალი. დიახ, usახელო მწვერვალი. ელო, ფიზკულტურელი ბრძანდება თუ? ხელოვნებისა პატივცემულო დომენდი. ხელოვნების. თქვენ პატივცემულო შალვა. როგორც მშობელი დედას რუნავთ რეზიკოს ნამდვილად ნიჭიერული ხმის ჩამოყალიბებისათვის. რეზიკო არის ხის ნედლი ტოტი. დიახ, ნედლი ტოტი, რომლისგანაც თქვენმა მადლიერმა ხელმა უნდა გამოთავოს ხმატკბილი სალამური. ეს ტოტი არის ამონაყარი იმ ფესმაგარი მუხისა, რომელსაც ვერ ამოაგდებს წლების ქარიშხალი. ინა, სიმამრეა. მადლობთ. როგორ უყარდა დედა გუცა? თავდავიწყე. ნება მიბოზეთ. სიამოვნებით შევსვა თქვენი სადღეგრძო. იცოცხლეთ პატივცემულო შალვა. ერთი წუთით. მეგობრებო, მე მინდა ჩვენი ოჯახის და ნათესაების სახელით უდიდესი მადლობა გადაუხადო პატივცემულ შალვას. გაგაგზავნებოდეთ რეზიკო. დიდი მადლობა. ბებიკო მართალია. რეზიკო. სულ კარგად და ბედნიერად ბატონო შალვა. მადლობა. იცოცხლეთ. ბატონებო და ქალბატონებო. ჩვენ ხელოვნების მუშაკებს ერთი დიდი მიზანი გვასულდგმულებს. მივცეთ სულიერი საზრდო, ესე იგი სოლფეჯიო, დიახ, ჩვენს მომავლის მქონე ახალგაზრდობას. ბატონებო, ადამიანის აღზრდა აკვნიდან იწყება. ბავშვი თავის პირველ კონტაქტს გარემოსთან ამყარებს სათამაშოების წყალობით. აი მე თქვენ გეკითხებით, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი? რატომ? მოითმინეთ, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო. სათამაშო ავსებს და ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას. დიახ. და ასია სიმღერაც. ესე იგი, პიანო, ფორტისიმო. სიმღერა სიცოცხლის წყაროა. ესე იგი, დომინუენტო. მადლობა სულხასერებს ბატონო. ჩემზე თქვა დომენტიო. მაგრამ ბატონებო, მარტო სიმღერით ფონს ვერ გახვალ. როგორც განსვენებული ბეთჰოვენი ამბობ. ალბათ ის არის თქვენი მეგობარი, მუსიკათ მცოდნე. აჰა, სიამოვნო. შემოდით. როგორ? რეზიკოს მერი დავზარდა. რეზიკო. გუცა. ეს შედის კონსერვატორიის სტუდენტებია. არა წელს ვერ მოხდნენ. ისე გაიბიჭებია. ელო. რეზიკოს ამხანაგები არიან. რეზიკოს. ხო, რას მომბობდი? სოლფეჯიო. არა. ხო. როგორც ცხონებული მოცარტი იყო და ხოლმე საჭიროა შრომაც. პიჩიკატო. რომელ კაცოზე ლაპარაკობ? მადლობას მოგახსენებთ. ბოდიში. დიდი ხანია ჩვენს კონსერვატორიაში რომ ასწავლეთ, ბატონო. თქვენ წარმოიდგინეთ რომ არა. მანამდე სად მოვაწეობდით? მანამდე
ოდესა, კიევი, ლენინგრადი, მოსკოვი. ნამდვილად თქვენი მეგობარია. ნამდვილად ის არის. მერიდონ, არ მითხრა ახლა ეს აქტორიაო. ხოლოდ 5 წუთი პარას. აუ რა დრო გასულა? იცი მოცადა ჩემს ბატონებო, და დახტო, და შევოდ გადაუდებელი საქმეები მაქვს, სიამოვნებით რა. ალბათ რა გუცა როგორ მინდა დავჭე, მაგრამ წარმოვიდიეთ, არ მოვიდა. რა კაცია, კაცი. ბატონო შალვა, წასვლას აპირებ. წასვლას კი არა, გაქცევას გქონდა. რა სამოქ, რა გაიცემა, ბატონო შალვა. ბატონო? რეზიკო ძალიან კმაყოფილია თქვენი ლექციები. არა რეზიკო? დიახ, ძალიან. რეზიკო. შენს ბავშვურღი მის ვერ ვინ გაექცა ამ გულმა თოჯინას შეგადარა მე მირჩევი ხარ თვითონ ქალღმერთსა დაიცი რატომ პატარა ჩემი ხარ წამი ხარ გნავისებ შენი ხმა უსახალისებ იდგერია ციმციმე ფაფრით მალებ ცისფერი გამით დაფრიალებ მაჩვენე გასა. ვაი? ეს ის არის. შეხედე, როგორ გავს? ივან. ეს მე, ივან გაკეთა. თქვენი ცით სათამაშო ბავშვის სულიერი საზრდო. დია. აი ხანდახან თქმაც კი ძნელია. სიმღერა უფრო მთავარი თუ სათამაშო. დია. სათამაშო მაინც სულ სხვა რამეა. რითი ჩვენ უფროსები. კინო, თეატრი, ფეხბურთი, ტელევიზორი, ურმალი ბავშვს ისევ და ისევ სათამაშო. არა ვარ ჩვენ ამის შემდეგ ვალდებული მივცეთ მას ლამაზი, ხალისიანი სათამაშოები. ამხანაგებო ადამიანი, რომელიც სათამაშოებს ქმნის, ის პოეტია, ნამდვილი პოეტი. გიტან, ჩემო მგლო, ვაიმე,
ვიღაცას მაგონებს. ნამდვილა. თუ შეიძლება. შესანიშნავია. ასეთ გასართობზე ბავშვებიც კი არ იტყოდნენ ვა. ალისა. დის ასეთი ნიჭი ქონია და ხმას არ იღებ? აუცილებლად უნდა აჩინო ვინმე. არა, პატივცემულო შალვა. გასაკვირველი. მართლა. ბატონო მელიტო. თქვენ შემთხვევით სათამაშოების ფაბრიკაში ხომ არავის იცნო? არავის არ ვიცი. მე რომ ფაბრიკის დირექტორი ვიყო, ბარლამი იცნობს დირექტორის ნაცვლად. ვის კორესპონდენტ სირბილაძეს? ხო. ვიცნობ კი არა თუ გინდათ ახლავე აქ გავაჩენ თავის ფოტო აპარატი. მაგრამ ჩაგხატავს კიდეც, გასაკვირველია. გადასარევი აზრია. სახსოვრად მაინც დაგვრჩება პატივცემულ პროფესორის სახე. მე მგონი არ ღირს ამისათვის კაცის შეწუხება, გაბატონებულს. მართლაც ხერხულია. ხომარებია აპარატი მოიდან და სურათი გადაგია. ჩემი ხათრით ქვა შეუშვეს თავს. რაღაც უცდი დაურეკე. ახლავე ბატონებო, ახლავე. ალო. არ პასუხობს? გაფრჩებული. აბა. როგორ ბატონო შალვა მიგდები? ნუ დახლას ბატონო. მაბადიეთ ბატონო გუცაც უარი. ერთადერთი ფოტო. ბატონო შალვა მიბრძანდები? არავის პირდაპირ. ყველაფერი იგზია. აბა? ხო? ეს თქვენი კოლეგა იქნება კონსერვატორიაში. აუცილებლად. სასიაოვნო. მედიტო. ცუდად. გამარჯვე. ვაიმე დარიგეთ მასალები დროა. ნუ აგვიანე. როგორ? აჯება. სავან ეს? სავან. ეს რა? შენ გააკეთე? არა. აბა ვინ? არ ვიცი. არის. Feziko? Dih. შენი ხუმრე? Feziko? არა ბატონო მე არ. ყოჩა. Ocha Hreziko. კარგია, კარგი.
დაგელაპარაკებით თუ ერთ პირობას მომცემთ. რას? შუა სიტყვაზე არ მიმატოვებთ. თანახმოვარ. განაგრძეთ. ქალიშვილო, ხომ ვერ მეტყვით დირექტორის ნახვასაც შეიძლება? როგორ არის? აი ის კარებია, ხელმარჯვნივ. დამოგზავნე. მიგზავნე. მადლობა. როგორ გეკადრებათ ბატონო? ჩვენი პროდუქცია მთელ კავშირშია ცნობილი. საზღვარგარეთ? დიახ. მოიწმინეთ, თქვენი ბავშვი რამდენი წლისაა? გამარჯობათ, პატივცემულო შალვა. გამარჯობათ, კეთება. დაბრძენ. მადლობა. ჰა. რაც გნებავთ? ლომები, ლეფხვები, დათუნიები, ფისუნიე. დაბრძენ. არა, თქვენ მერე დაგირეკავთ. თქვენ ჩემთან? არა. მე ფაბრიკის დირექტორი მინდოდა. თქვენ საიდან გაჩნდით აქ? დირექტორი მეგახლავთ? ჰა? აი. როგორ პატივცემულო შალვა? ქალბატონო, თუ მე მელაპარაკები, ჩემი სახელია სევერია. როგორ? თქვენ პატივცემული შალვა არ ბრძანდებით? ჩემი რეზიკოს პროფესორი. არ მესმის. რა რეზიკო, რის პროფესორი? სწორედ არ მესმის. პატივცემულო შალვა. ქალბატონო, რას გავს ეს? არავით არის შალვა. მე ვარ სევერიან ცივცივაძე, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი. დიახ. აი, უყურეთ. ტიკ. როგორ ბატონო, წუხალ ჩვენთან არ ბრძანდებოდით? არა, ქალბატონო, არა. თქვენ რაღაც გეშლეთ. სასწაული. პატივცემულო შალვა. ბოდიში სევერიან. პირდაპირ თვალებს არ უჯერი. ხმა? დიახ. რატომ ბატონო რის ხმა? თუმცა მე მესმის თქვენი ხანდახან ხდება ხოლმე. თქვენ მგონი რაღაც საქმე გქონდათ ჩემ. მე იმ საკითხზე. ესე იგი სათამაშოები. რა? სათამაშოები. ვერ გავიგე. ჩემი რეზიკო კონსერვატორიაში სწავლობს და სახლში. სახალისო ჩხირკედელაობს. პროფესორ მამაშაკიძემ მისჩია თქვენთან მომეტანა. მომეცით გეთავ. Да. საინტერესოა. იცით რა? დამიტოვე. განვიხილავთ სამხატვრო საბჭოზე და თქვენი მისამართი. ბელთაძის ქუჩა. შუბლაძის ქუჩა. შუბლაძის 20. მელიტონ ბელთაძე. მელიტონ გრიგორია? ბელთაძე. კერგი გვარია. ბელთაძე. ასე პასუხს ფოსტით შეგატყობინებთ. დიახ, ასე. მადლობა. ბოდიში. დაგაგზავნებთ. ჯერ სახლში. მერე ბიბლიოთეკაში. საჯარო? დიახ. წარმოუდგენელი. რატომ ერთხელ მაინც არ შეხვდით? თქვენც დადი ხარ? დღე არ გამიცდენი? არ ვიცი. ნახვამდის. უკაცრავად. საჯარო ბიბლიოთეკა ხომ არ გადაუტანია? ისევ იქ არის, კეცხოველის ქუჩაზე. კეცხოველის ქუჩაზე. გმადლობთ. მამა, ფული. რა ფული? დღეს სტიპენდიის დღეა. აბა ხუთები რო ჩამიჭიგიგე რა გეგონა?
დღეს ცოტა შემაგვიანდება, მამიკო. მერე? ინჟინერი. მერე? მერე კოსმონავტი. მიდოდა დამენახა მართლა მრგვალია დედამიწა თუ არა? მერე? მერე მომღერა. მერე? მერე ღრუბლებიდან სკუპ პირდაპირ სათამაშოებში. ახლა რა საპირეთ? ახლა? ცეკვაც. მოდი ვიცეკვოთ. არ მინდა? მაშინ მოდი კენჭი ვყაროთ. ყველაფერს ბედი უნდა. წავიდეთ. გიყვარს ცეკვა? კი, შენ? დღეს დილამდე რომ ცეკვას ეგონია არ დავიღალე. რატომ დღეს? როგორ გითხრათ? ეს დღე თითქმის ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაში. თითქმის? ესე იგი არ ყოფილა ყველაზე ბედნიერი. ყველაზე ბედნიერი იქნება ის დღე, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ჯერა რომ სულ მალე დადგება, სულ მალე. ხეშეთ მომნიდა. დღესაც გონიათ კონსერვატორიაში ვსწავლობ. რა ვქნა არ ვიცი. მე მგონია უნდა უთხრე.
გამიჩერეთ. დამანქიანდა. დამანქიანდა ხანაკო. ჩქარა, კონსერვატორიაში. ჩქარა. სინგენაცვალე, რეზიკო. ხომ გეუბნებოდი მეწავალნეთ. ესაა საქმე? ეგ არაფერია. კიდევ კარგი კონსერვატორიაში რომ დადის. ახლა ის ვაშა კიდე მაწუხებს. იქნება მართლა შემეშალა. თითქოს იმას ცხვირი უფრო გრძელი ჰქონდა. ახლა მეუბნები? არ ვიცი, მე თვითონ დავიბენი. დედა, წერილია ფაბრიკიდან. რა? რეზიკოს სათამაშო მიუღია. დედა რა მიხარია? ახლავე რეზიკოს უნდა ვახარ. არ გაბედო. მელიტონმა და რეზიკომ არ გაიგო. დედა, ნამდვილად თუ ამბავი. ქარის ხალმა გადაიარა. ეს ის წუთებია, როდესაც გჯერა ადამიანის და სადღაც გულის სიღრმეში სინდისის ქენჯნასაც კი განიცდი მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობისათვის. მადლობა ღმერთს დროზე მოხვდეთ. შენ რაღაც კარგად გამოიყურები ბებიშო, ა? დედა, თავრობის საჩუქარი მოგიტანა. პირველი სტიპენდია. გენა, მადლობა. დედა, ამ დღესაც მოვესწარ. დანარჩენი რა უყავი? დანარჩენი დამიგვიდეს. ძალიან ბევრი დაუგვიდიათ. რა არიგათე? კარგი ბურძენი, ახალი ბურძენი. კარგები ამის შეერთ. გამპალია. მოვძანდი მეგობარო. აჩაუში, კარგი ვაში, მოვძანდი. მოვძანდი, ინებეთ, დავე კარგი ვაში, მოვძანდი. აბაგაი ბურძენი, კარგი ვაში, ინებეთ. ახალი ბურძენი. აი, ინებეთ ბატონო. ხურდა ინებეთ ბატონო. ინებდა. თერმინე ბატონო. ბატონო, ხურდა ინებეთ. მოქალაქე. ბატონო შალვა. არა, ქალბატონო, რა შალვა, ის შალვა. თავი დამანებეთ. ერთი წუთი ბატონო. სკოლის მერხიდან წარმოებაში. გოგოებო, შეხედეთ, მოდია.
ვინატრებდი თუზე დაგადნებოდი შენთვის სისხლად ვინატრებდი სხვისთვის დაღამდებოდი ტიპად ყოფნას ვინატრებდი თუზე დაგადნებოდი ციხე კოშკებს აგიგებდი ოცნები სამახსოვროდ მთელ ცხოვრებას მოგცემდი აგიგებდი ვარდის დონებს მერცხლად შეგიფარებდი კიდევ კარგი შემხვდი თორემ სუსხვა შევიყვარებდი შენაგ დამიწერე. კარგი? დედა, პირველი ხელფასი. დედა, ბოდიში. ბიბლიოთეკაში მიმეჩქარება.